ყიდი, უშა. ვარი ვერ გავიხსენი. მაშინ ტონი შენობა. სხვა მეგონა და თვალწინ მიდგას არ გამოდიოდა ეს რა მეკოს. კი, არსენალის ფორმით და სანდრო. დიახ. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ საფეხბურთო პრესინგს, სადაც შესარჩევი ეტაპის საუკეთესო მოთამაშეები, წინა სეზონების გამორჩეული გმირები და უბრალოდ ფეხბურთის მოყვარულები ერთმანეთს ჰეინეკენისა და სეტანტა სპორტის საჩუქრისთვის, ჩემპიონთა ლიგის ფინალის ორკაციანი საგზურისთვის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მეოთხედფინალში ერთმანეთს შეხვდებიან სანდრო ლოსაბერიძე. გამარჯობა. სანდრო ლოსაბერიძე 26 წლის მცირე მეწარმე. შესარჩევი ეტაპი გავიარე 2 ჯერ ონლაინ ეტაპი და შემდეგ უკვე პირადად დამიბარეს და ისე მოხვდი უკვე მესედიზე მეორე დამ პროექტში. ჩემი ფავორიტი გუნდი არის მილანი, საყვარელი ფეხბურთელი რიკარდო კაკა. ტონი ვაჭარაძე. გამარჯობა. ანტონ ვაჭარაძე 38 წლის, ვარ პროფესიით ისტორიკოსი. იყო ერთ-ერთი ასეთი სპორტული თემატიკის კვიზი, რომელიც ქალაქში ტარდებოდა, პაპ კვიზი და იქ ჩატარდა ონლაინ შესარჩევი ეტაპი. გავიმარჯვე და ძირითადად ბადეში აღმოჩნდა. იუვენტუსი მიუხედავად ყველაფრისა და დღევანდელი ფორმისა, საყვარელი ფეხბურთელი დელ პიერო მოგვიანებით უკვე იყო პირლო და ბუფონი. და უშან გრუხაძე. გამარჯობა. უშან გრუხაძე 42 წლის ფეხბურთის კოლექციონერი. შესარჩევი ეტაპი გავიარე და შემდგომ უკვე პირადად დამიკავშირე. ფავორიტი გუნდი ალბათ გასაგებია, ლონდონის არსენალი და ფეხბურთელი დენის ბერგკამპი. სად ვართ მეგობრებო დასაწყებად? დიახ, სად ვართ. მაშინ დავიწყოთ. პირველი რაუნდი შეტევა. ამ რაუნდის წესები ვინც არ იცის, მაინც თავიდან გავაცნობ, არ იქნებიან ისეთი ადამიანები, ვინც პირველად უყურებენ ჩვენს თამაშს. ამ რაუნდში თქვენს წინ გამოჩნდება 4 სხვადასხვა კლუბის სხვადასხვა სეზონი. რიგრიგობით დაბლოკავთ თითო სეზონს და თითო კლუბს და დარჩენილ ერთ გუნდზე ვითამაშებთ. თამაში რაში მდგომარეობს, რომ უნდა გამოიცნოთ ამ სეზონში ვინ გაიტანა ამ კლუბის მაისურით გოლები. რაც უფრო დაბალგოლიან ფეხბურთელს იტყვით, მით უფრო მაღალ ქულას აიღებთ. გამარჯვებული არის ის, ვისაც საბოლოოდ ექნება ყველაზე მეტი ქულა, იმ შემთხვევაში თუ სამივე მოთამაშემ სამ-სამი სტრაიკი დააგროვა, ან სტრაიკების გარეშე გადარჩა. პირველი და მთავარი გამარჯვების გზა არის არ აიღოთ 3 სტრაიკი, მეორე აიღოთ ყველაზე მეტი ქულა. დღევანდელი თამაშის 4 გუნდია. ტოტენჰემი 2022-23 წლების სეზონი, ბაიერნი 2013-14 წლების სეზონი, მილანი 1993-94 წლების სეზონი და დინამო თბილისის 2023 წლის სეზონი. პირველი ვინ დაბლოკავს? ტონი? დინამო თბილისი 23. დინამო თბილისი დაიბლოკა, შემდეგ უშანკ. ტოტენჰემი 22-23. და დაგვრჩა 2 გუნდი, ბაიერნი ან მილანი. რომელზე ვითამაშოთ, სანდრო? ბაიერნს დაბლოკავ მილანზე ვითამაშოთ. შვენიერი 1993-94 წლების ლეგენდარული მილანი. ბოლოს დაბლოკა სანდრომ, შესაბამისად სანდროვე დაიწყებს თამაშს. აბა, პირველი ფეხბურთელი. პირველი ფეხბურთელი იყოს პაულო მალდინი. პაულო მალდინიმ ამ სეზონში გაიტანა 1 გოლი და ეს არის 6 ქულა. ტონი? თქვათ ასევე დაბალგოლიანს ვფიქრობ ტასოტი. ტასოტი პირველი სტრაიკია. უშანკ? დეიან სავიჩევიჩი. ასევე სტრაიკია. საკმაოდ რთული აირჩიეთ, სანდრო, შენი ის არის. შენ სინდისე იყოს, აქ რაც მოხდება. დანიელე მასარო იყოს ჩემი ვარიანტი. დანიელე მასარო მთავარი ბომბარდირი იყო ამ სეზონში გუნდის და ეს არის 1 ქულა. ისო მცველებს რო გავყვეთ და ფრანკო ბარეზი რო იყოს. მეორე სტრაიკია ფრანკო ბარეზიც. იყოს ფრანკ რაიკარდი. რაიკარდი სტრაიკია. ორი სტრაიკი უკვე. ჩემი ვარიანტი იყოს მარსელ დესაი. მარსელ დესაიმ გაიტანა ამ სეზონში გოლი 1 და ეს არის 6 ქულა. ბარეზი და ტასოტის არ გაუტანიათ. ვიყავდა ახლა დაცვაში. არ მახსოვს თამაშობდა თუ არა, მაშინ ალბერტინის ვიტყვი. ალბერტინიმ ამ სეზონში 3 გოლი გაიტანა და ეს არის 4 ქულა.
უშან გეხა თუ არასწორად უპასუხე ამ რაუნდს ემშვიდობები. მოდი იყოს მარკო ვან ბასტენი. არა, ვან ბასტენიც არ არის, ესე სტრაიკია. ჩემი ვერსია არის მარკო სიმონე. მარკო სიმონემ ამ სეზონში 3 გოლი გაიტანა და ეს არის 4 ქულა. თქვათ გულიტი. არა, მეგობრებო, ჯერ ეს ადამიანები არ იყვნენ ამ დროს უკვე მილანში. წასული. ეს არავის. არის მესამე სტრაიკი, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი რაუნდი დასრულდა ძალიან სწრაფად. გეტყვით ის ფეხბურთელები, რომლებიც დაგჭათ, ეს არის პაპენი, სვონიმირ ბობანი, კრისტიან პანუჩი, და ბევრი არის კიდე, ნავა, ლაუდრუპი, ერანიო და ასე შემდეგ. მოკლედ, პირველი რაუნდის შემდეგ. უშანგი 0 ქულა, ტონის აქვს 30 ქულა, სანდროს კი 50 ქულა. გადავიდეთ ჰეინეკენის რაუნდში, ანუ მეორე რაუნდში, ტაქტიკოსი. ჰეინეკენის რაუნდი, ტაქტიკოსი, მეორე რაუნდს რაც აერთიანებს ერთი დიდი სახელი, მთავარი, არის 5 სხვადასხვა კონტინენტი და გეტყვით რა არის თემები. პირველი თემა არის აზიური თემა, მიხვდებოდით რომ აზიურ ფეხბურთზეა. მეორე არის ახალგაზრდა ევროპა, რომელიც არის ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე. ოდესღაც ახალგაზრდებზე და დღეს ახალგაზრდებზე გააჩნია, რა ეპოქა არის. კამერუნი და სხვა აფრიკა. ახალი მიწა, რომელიც არის ამერიკა და ოკეანეთი. პირველ ადგილზე არის სანდრო, შესაბამისად სანდრო აირჩევს პირველ თემას და პირველ ქულას. საკმაოდ რთული რაუნდია, რთული თემებია. ცოტა მიჭირს არჩევანის გაკეთება, მაგრამ იყოს მოდი ახალგაზრდა ევროპა 10 ქულა. ახალგაზრდა ევროპა 10. ივნისში საქართველოს ნაკრები 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე სლოვაკეთში ითამაშებს. დაასახელეს ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს მეტოქეები. საფრანგეთი, პორტუგალია, პოლონეთი. პლუს 10 ქულა. შეგახსენებთ მეგობრებო, რომ როდესაც ერთი ადამიანი ირჩევს თავის შეკითხვას, დარჩენილ 2 შეგიძლიათ დასწრებაზე დააჭირო და მას შემდეგ რაც უპასუხებს თავარი გმირი კითხვის, მერე უკვე შეგიძლიათ თქვენც უპასუხოთ. ტონი. ახალი მიწა ალბათ ამერიკები იგულისხმება და იყოს 10 ქულა. ის უკვე კანადის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. არა და ჯერ მხოლოდ 24 წლისაა. დევისი, ალფონსო დევისი. ალფონსო დევისია, ნამდვილად. ოკეანეთი 10 ქულა. ოკეანეთი 10. ამ ავსტრალიელმა 2015 წელს აზიის თასზე ჩინეთს მაკრატელა გაუტანა. მაგ დროს უკვე ნიუ-იორკ რედბულში თამაშობდა. კარიერის უმთავრესი წლები კი ინგლისში, ევერტონში გაატარა. ის პირველი ავსტრალიელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გოლი გაიტანა. ოკეი. ბარი ვერ გავიხსენე. მაშინ ტონი შენობას. მეგონა და თვალწინ მიდგას შავი კაცია შავა კალისპერით. რამე თქვი, იმიტომ რომ შენ -10 ქულას იღებს, სხვისი შეკითხვა არის და. ვიდუკა არ არის მახსოვს ეს ადამიანი და ამაუწყდებოდი. ეს ადამიანი არის ტიმ კეჰილი მეგობრებო. ვერ გავიხსენე. სანდრო. მოდი დავრჩები იგივე თემაში და ახალგაზრდა ევროპა 20. ახალგაზრდა ევროპა 20. 2023 წელს საქართველოში გამართულ 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ერთადერთი გოლი ლივერპულის ამ ფეხბურთელმა გაიტანა. 2024 წელს ეროვნულ ნაკრებში ჰქონდა დებიუტი, სადაც საბერძნეთს ლამაზი გოლი გაუტანა. ლივერპულის გაიტანა. ვინ იყო? არ მაქვს. არ ვერსია. უშანგ? თუ არ ვსწრები ელიოტი. ელიოტი არასწორი პასუხია, -10 ქულა. ქერთის ჯონსი იყო მეგობრებო, ვინც ერთადერთი გოლი გაიტანა თბილისში გამართულ შეხვედრაში, ფინალურში. მე მგონი 20 მინუს არა? არა, -10 არის ფიქსტარი. -10-ია ყველა მაინც. ფიქსტარი. ტონი. ახალი მიწა 20. ახალი მიწა 20. ის კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონია, საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირია. ამ ვენესუელელმა კარიერის საუკეთესო წლები პრემიერ ლიგაში გაატარა.
ერთი სეზონი ნიუკასლში იყო განათხოვრებული და იქ გუნდის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ანუ ეხლა არის მოქმედი ჩემპიონიც, საუკეთესო ფეხბურთელიც და ბომბარდირიც. ბოლო სეზონის რა ანუ. აი რუსეთში ჩემპიონატზე რო კარგად ითამაშა, გოლები რო გაიტანა, დამავიწყდა მაგის გვარიც, მაგრამ მოიცა ერთზამეთ. პალასიოსი ხო არა? არა. ეს უნდა იყოს სოლომონ რონდონი. ეს სწორი პასუხია და +20 გოლა. უშანგ? მოდი კამერუნი და სხვა აფრიკა იყოს 10. ის პირველი ფეხბურთელია, რომელიც აფრიკაში არ დაბადებულა და კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ლიონში, ვესტჰემსა და ტოტენჰემში გატარებული სეზონების შემდეგ მალელმა ესპანეთს მიაშურა და ლეგენდად იქცა. ამასთან ერთად ZDZ 2, 2006 და 2007 წლების UEFA-ს თასის გამარჯვებულიც გახდა. ეს უნდა იყოს ფრედერიკ კანუტი. ნამდვილად. +10 გოლა. სანდრო, ახალგაზრდა ევროპა 30 იყოს. ახალგაზრდა ევროპა მოკლედ ეს მომეწონება მაინც სისტემა. მე ბატონო. კონტის მოსაწონი მინდა რომ იყოს თორე. რედინგისა და მანჩესტერ სიტის აღზრდილი ვინგერი დღეს გერმანიაში თამაშობს და 20 წლის ასაკში ერთ-ერთი საუკეთესო ამომავალი ვარსკვლავია. მიმდინარე სეზონის სტარტიდან მამამისის რჩევით მაისურზე გვარის შემოკლებული ვერსია აწერია. უნდა დამისახელო ეს ფეხბურთელი. შემოკლებული. ნაწილი ამოიღო თავისი გვარის, რაღაც ორი ნაწილისგან შედგებოდა. ასებია. არ მოხერხია. ვერიტყვი. სხვებსაც თუ არ გაქვთ, მეგობრებო, ეს არის ჯეიმი გიტენსი, ბაინო ამოიღო და ოკეი, გიტენსი ხო. ტონი, აზიური ვნახოთ რა ხდება 10 ქულით დავიწყოთ. აზიური 10. აზიურ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ამ ქვეყნის კლუბებს ყველაზე მეტი 12 ჩემპიონობა აქვთ მოგებული. ბოლო ჩემპიონობა ქვეყანას 2020 წელს გიორგი არაბიძის ახლანდელმა გუნდმა მოუტანა. ქვეყანა უნდა დაასახელო. ხო, არ ვიცი არაბიძე სად თამაშობს. ვივარაუდოთ სამხრეთ კორეა. სწორი ვარაუდია, +10 გოლა. უშანგ? იყოს ოკეანეთი 20. ოკეანეთი 20. მიდლსბროსა და ფულემის ეს ფეხბურთელი ავსტრალიის ნაკრების ლეგენდაა და თავის პოზიციაზე ქვეყანაში ყველა დროის საუკეთესო თუ არა მინიმუმ მეორე მაინცაა. ახლა მის ადგილზე ნაკრებში მეთიუ რაიანია. სოგამენოსტ. ეს ფეხბურთელი უნდა დაასახელო. არ ვიცი, არც. ეს უნდა იყოს მარკ ბოსნიჩი. არა. არ დავიცი. ტონი? მიცბროზე დავაჭი ვიდუკა შეიძლება. არა. ბოსნიჩი არის მეორე მინიმუმ საუკეთესო არის მარკ შვარცერია. შვარცერი. იყო მინიმუმ. კლუბებით უნდა გასულიყავით მიცბრო და ფულემი. ანუ იქ ლიცშიც იყო და. სანდრო? კამერუნი და სხვა აფრიკა 20. კამერუნი და სხვა აფრიკა 20. დრედები 17 წლიანი სანაკრებო კარიერა, ორჯერ მოგებული აფრიკის თასი და 4 მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა. მეცისა და ლივერპულის ყოფილმა ფეხბურთელმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილია როგორც ნაკრების მწვრთნელმა ისე დაამარცხა. ეს არის სონგი. სპორტსტები. სახელი? რიგობერტ სონგი. +20 გოლა. აზიური 20. აზიური 20. აზიურებში ნახოთ რა კოციანზე. ეს ადამიანი 1946 წელს დაარსებული კომპანიის გვარს ატარებს და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მილანში უთამაშია და დანიის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე ულამაზესი საჯარიმო დარტყმა აქვს გატანილი. კეისუკე ჰონდა მგონია. კეისუკე ჰონდა, ნამდვილად ჰონდა დაარსდა 46 წელს და კეისუკე ჰონდა ერთ-ერთი უდიდესი იაპონელია, რომელსაც ოდესმე ფეხბურთი უთამაშია. +20. უშანგ? კამერუნი და სხვა აფრიკა 30. კამერუნი და სხვა აფრიკა 30. 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ფეხბურთელის პერფორმანსი ბუფონისთვის პოზიციის შეცვლის ინსპირაციად იქცა. კარიერის უმთავრესი წლები ესპანიოლში გაატარა. 86 წლის მსოფლიოზე მხოლოდ 1 გოლი გაუშვა, 90 წელს კი მეოთხედფინალში ინგლისთან გამოვარდა. უნდა დაასახელო ეს ფეხბურთელი. ეს არის ტომას ნკონო. სწორია, ტომას ნკონო, +30 გოლა. აზიური 30 გოლა. აზიური 30.
ჩინეთის სუპერლიგა 2004 წლიდან ტარდება და ყველაზე მეტი 8 ჩემპიონობა სწორედ ამ გუნდს აქვს მოპოვებული. საინტერესო ისაა, რომ ეს გუნდი 2025 წლის დასაწყისში დაიშალა და ოფიციალურად არსებობა შეწყვიტა. გეტყვით, რომ ეს გუნდი გუანდუნგის რეგიონში მდებარე ქალაქში იყო. ჩემი პასუხი გუანჯო. სწორია, +20 კულა. ახალი მიწა 30. ახალი მიწა 30. ამ ფეხბურთელმა ესპანეთის, იტალიისა და ინგლისის ჩემპიონატები ითამაშა. სკორსეზეს სეხნიამ სამხრეთ ამერიკულ ნაკრებში 116 შეხვედრა ჩაატარა და იუვენტუსის ფორმა კარიერაში 4 სხვადასხვა დროს მოირგო. განათხოვრებებიც ითვლება რა 4 სხვადასხვა დროში. მარტინ კასერესი. +30 კულა, ნამდვილად, მარტინ კასერესია. რაც დარჩა ოკეანეთის ოკეანეთის 30 კულიანი. მითხარით, ვინ იყო 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დაუმარცხებელი ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. გეტყვით, რომ ამავე გვარს ატარებს ერთ-ერთი უდიდესი ფანტასტი, ლოს-ანჯელეს ჩარჯერსის კვოტერბექი და მე-17 საუკუნის ინგლისელი პოეტი. სახელი და გვარი უნდა მითხრათ. არ მახსოვს. ამ შეკითხვაზე პასუხს არ გეტყვით, ამ ყველაფერს მაყურებელი თვითონ შეეცდება რომ გამოიცნოს. ამით კი სრულდება მეგობრებო, ჰეინეკენის რაუნდი. მეორე რაუნდის შემდეგ სანდროს აქვს 110 კულა, ტონის აქვს 80 კულა, უშანკი კი 50 კულითაა. ეხლა კი ვიწყებთ მესამე რაუნდი, კონტრშეტევა. მესამე რაუნდში იქნება 10 შეკითხვა, დასწრებაზეა თამაში. სწორი პასუხი არის +20 კულა, არასწორი პასუხი -10 კულა და დღევანდელი ჩვენი თემაა რატომ ჰქვიათ ასე. ანუ სხვადასხვა სახელები, რომლებიც კლუბებს აქვს, საიდან მოდის რაღაც ისტორია იქნება, რომელიც თქვენ უნდა გამოიცნოთ, თუ რომელ კლუბზეა საუბარი. მზად ვართ? დავიწყოთ? მზად ვართ. პირველი. როსარიოში ფეხბურთის პიონერი ინგლისელი მასწავლებელი გახდა. მისმა ბიჭებმა მასწავლებელს ამაგი დაუფასეს და კლუბს მისი სახელი დაარქვეს. დაგვისახელეთ ეს კლუბი. დავაჭირებ? ეხლა დააჭირებ. Newell's Old Boys-ი? +20 კულა. ისააკ ნიუელი იყო ის მასწავლებელი. დაგვისახელეთ კლუბი, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავს ბრაზილიაში პორტუგალიის ემიგრაციას, ექსპანსიას, რაც გინდა დაარქვით. პასუხია ვასკო და გამა, მეგობრებო. ესე მარტივად და გამა. ფეხბურთში არც თუ კარგად გათვითცნობიერებულ ადამიანებს ქალაქ დევენტერის ეს ჰოლანდიური კლუბი სახელიდან გამომდინარე შესაძლოა ამერიკული ეგონოთ. ან მეტიც საერთოდ არ ეგონოთ, რომ საფეხბურთო კლუბზეა საუბარი. უნდა დაასახელოთ ეს კლუბი. ჰოლანდიური კლუბია. ესეთი ჰოლანდიური კლუბია, მეგობრებო, ეხლა ერედივიზიაში Go Ahead Eagles, რომელიც ყველაზე არასაფეხბურთო სახელია, ალბათ ტოპ ჩემპიონატების გუნდებს თუ რამე აქვთ. მეოთხე, თავდაპირველად ამ სამხრეთ ამერიკულ კლუბს ალესტრა იტალია ერქვა, რადგან დამაარსებელი იტალიელი ემიგრანტები იყვნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს კი კლუბის სახელი შეცვალეს, რათა თავიდან აერიდებინათ ასოციაცია ბერლინი, რომი, ტოკიოს ღერწთან. ეს კლუბი არის, მეგობრებო, პალესტრა იტალია, პალმეირასი. ამ ავსტრალიურმა კლუბმა სახელი თავის ქალაქთან ახლოს განთავსებული ავსტრალიის საჰაერო ძალების ბაზის გამო მიიღო. გეტყვით, რომ სახელი ძალიან გავს ერთ-ერთი პრემიერ ლიგის კლუბის სახელს. სანდრო? გავს თუ იგივეა? გავს, იმიტომ რომ მეორე ნაწილიც არის მერე. ნიუკასლ ჯეტსი. სწორია. ხო. და ჯეტსი არ ქვია პრემიერ ლიგული ნიუკასლ ჯეტსი. ვარსკვლავები დახუნძლული ქალაქის ეს გუნდიც ვარსკვლავების სისტემად იქცა. წლების განმავლობაში აქ იმავე ქვეყნის საუკეთესო მოთამაშეს გაჰქონდა გოლები. დაგვისახელეთ კლუბი. სკაურისკავ კოსმოსი. -10.
Galaxy. Los Angeles Galaxy-ია სწორი, +20. ხო. გაიხსენეთ, როგორ გამოიყურება Mitsubishi-ის ლოგო, მოიხმარეთ ცოტა ინგლისური და დაგვისახელეთ კლუბი, რომლის მფლობელი კომპანიაცაა იაპონური ავტოწარმოებელი. პასუხი არის მეგობრებო, ურავა Red Diamonds-ი, Red Diamonds-ი Mitsubishi-ის გამოქვია, გიცით, მის ლოგოზე. მერვე შეკითხვა. როგორ ჩანს, ქალაქ ტილბურგში ისტორიას პატივს სცემდნენ, რადგან 1896 წელს ქალაქის მთავარ საფეხბურთო გუნდს სახელი მეფის საპატივცემულოდ პირველი არის უშონგი. ეს უნდა იყოს ვილემ მეორე. +20 კულა, ვილემ მეორეა. 1927 წელს კლუბ სოვიცეს მსოფლიო ტური ჰქონდა. მათ ავსტრალიას მიაშურეს. გუნდმა ჩათვალა, რომ არსებული სახელი უცხოელებისთვის ზედმეტად რთული ასახმელი იქნებოდა და გადაწყვიტეს სახელის შეცვლა, რითაც კლუბის რეგიონსაც მეტ პოპულარიზაციას გაუკეთებდნენ. მადლობის ნიშნად ავსტრალიელებმა კლუბს 2 კენგურუ აჩუქეს. კენგურუებმა ბინა კლუბის მშობლიურ ქალაქში დაიდეს. ავსტრალიური ტურნეს შემდგომ ამ კლუბმა ახალი სახელი დაიტოვა, კენგურუ კი თავის ლოგოზე გამოსახა. სწორი პასუხია მეგობრებო ბოჰემიანსი, პრაღის ბოჰემიანსის ლოგოზე არის კენგურუ. Bohemia, Slavia, Sparta გავიხსენე. მადეირაზე დაარსებული ეს კლუბი, რომ პორტის მუშაკების შექმნილია, ამაზე გუნდის სახელიც მეტყველებს. მარიტიმო სწორია. +20 კულა. დასრულდა მესამე რაუნდი, 150 კულა აქვს სანდროს, 120 კულა აქვს ტონის და 60 კულა აქვს უშანგის. ვიწყებთ ბოლო რაუნდს, ბოლო თავი. მეოთხე რაუნდში მეგობრებო, 10 შეკითხვა იქნება. ჯამში გასათამაშებელი არის +500 კულა, მაქსიმალური რაოდენობა, რაც შეიძლება აიღოთ ამ რაუნდში არის +500 კულა, ისე როგორც ამდენივე შეგიძლიათ მინუსიც აიღოთ, თქვენზეა დამოკიდებული ყველაფერი. ყველა პასუხი აუცილებლად იქნება ფეხბურთელი, არ იქნება კლუბი, ან რაღაც გენერალური დირექტორი, ან ვიღაცა. ფეხბურთელი, ან ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც მე მწვრთნელი გახდა, ნუ ეგ უკვე თავარია ფეხბურთი უთამაშია იმ ხალხს, ვინც პასუხებში შეგხვდება. პირველ მინიშნებაზე გამოცნობა არის +50 კულა და -10 კულა, მეორე არის +40, -20 და ასე შემდეგ. აქაც დასწრებაზეა თამაში. რა თქმა უნდა, ერთი ადამიანი თუ არასწორად უპასუხებს, ხებს მერე შეგიძლიათ რომ სწორად უპასუხოთ. დავიწყოთ. პირველი ფეხბურთელი, პირველი მინიშნება. იოზეფ ბოჟიკის მეზობელი და მეგობარი. მეორე მინიშნება. 1956 წლის არშემდგარი რევოლუცია და ქვეყნიდან გაქცევა. Pushkashi. სწორია. პუშკაში იოზეფ ბოჟიკი იყო ერთ-ერთი ყველაზე მეტი თამაშის მქონე უნგრელი ფეხბურთელია, ლეგენდარული, რომელიც მართლა მისი მეზობელი იყო და მეგობარიც. +40. 2023 წლის 26 ნოემბერი. გოლი ევერტონის კარში. მეორე მინიშნება. მადრიდში დაბადებული არგენტინელი. მესამე მინიშნება. ლა ტორტურა შაკირასთან ერთად რომ ემღერა. მეოთხე მინიშნება. მასე ამბობენ მანჩესტერში ყველაზე დიდი ენთუზიაზმით თამაშობსო. გამოკითხვა იყო Reddit-ზე თქვენი აზრით ვინ თამაშობსო ყველაზე დიდი ენთუზიაზმით და ძალიან დიდი მინუსია, ხო? ეხლა უკვე -40 არის და ბოლოზე იქნება -50. -40 იქნება ეს. ალეხანდრო გარნაჩო შეიძლება. +20 კულა. ალეხანდრო გარნაჩო არის. ევერტონის კარში გოლი გახდა წლის საუკეთესო გოლი. მაკრატელა. მადრიდშია დაბადებული და არგენტინელია. ალეხანდრო სანსთან თუ ზუსტად არ მახსოვს გვარი ვის საერთოდ ღერი შაკირა და მე სანსი. კი ბატონო. შემდეგი. მესამე ფეხბურთელი და პირველი მინიშნება. ელვისის სახლში ღმერთის ბოძებული.
ღმერთის ბოძებული თარგმანი არის მისი გვარის რაღაც ენაზე, ინგლისურად არა წინასწარ კეთყვით არ იწვალოთ. მეორე მინიშნება. კაცი, რომლის გამოც ბრაზილიის ჩემპიონატში საფეხბურთო Memphis Depay. მემფისელი არის ელვის პრესლი და წესი შეიცვალა სულ ცოტა ხნის წინ ბურთზე დადგა ერთ მომენტში და ეგ წესი მოკლედ აღარ შეუძლია ფეხბურთელს ამიერიდან ბრაზილიის ჩემპიონატში ბურთზე დადგეს. პლუს 40 გოლა. შემდეგი. ზედმეტსახელი დიდი ველომბოლის. სახელი და გვარი დიდი ესპანელის. ზედმეტსახელის სახელი და გვარი დიდი ესპანელის. ოკეი. მეორე მინიშნება. კაცი, რომელმაც დაგლიჯა. ტონი? ლუის სუარესი. სწორია, პლუს 40 გოლა, ზედმეტსახელი არის კონტადორის, ხოლო ლუის სუარესი დიდი ესპანელი ფეხბურთელი იყო. შემდეგი. მეხუთე. მოგიყვებით ამბავს არა ქვოზე, არამედ მარტიგელ ბავშვზე, რომელიც ბოშებთან გაიზარდა. მარტიგელ. ანუ ნამდვილი ისტორია მართლა ბოშებთან ერთადაა გაზრდილი. მათთან ერთად მოძრაობდა, მეგობრობდა, ოჯახი და შესაბამისად. მეორე. ცუდი ხასიათი და ლორიენში დაწყებული კარიერა. ცუდი ხასიათი ბოლომდე გახვა. ამასაც გეტყვით. ჭირვეული. მესამე მინიშნება. 2010 წელს ბავშვობის ოცნების ახდენა და მარსელში გადასვლა. მეოთხე მინიშნება. მექსიკის ჩემპიონატის ლეგენდარული მოთამაშე. სანდრო? ანდრე პირჩნიაკი? პლუს 20 გოლა. ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი არის თავისი კლუბის და თუ არ ვსწრები, მე მგონი მექსიკის ჩემპიონატისაც, მაგაზე თავს ვერ დავდებ. 5 კითხვის შემდეგ 220 გოლა ტონი, 170 გოლა სანდრო და 100 გოლა უშანგი, წინ კიდევ გვაქვს 250 გოლა, 5 შეკითხვა, ანუ ამიტომ მეგობრებო, მომემზადეთ. მეექვსე. პირველი მინიშნება. U2-ს ყველაზე ცნობილი ალბომი როტვეილში რომ ჩაეწერა. ბენდი U2-ს გულისხმობ რა თქმა უნდა. მეორე. 2015 წელს დებიუტი გვარდიოლას გუნდში. მესამე. ალკანტარას წასვლა და ნომრის შეცვლა. სანდრო? იოზუა კიმიხი. იოზუა კიმიხის სწორი პასუხია. ჯოშუა 3, ანუ იოზუა ერთნაირად იწერება, ჩაწერა, არის U2-ს ყველაზე ცნობილი ალბომი. მეშვიდე. დაიძაბა სიტუაცია, დაიძაბა. მედიულში. გაბრიაძის ნაწარმოებში გოგლი მოგლს მიირთმევს. რა თქმა უნდა, სინამდვილეში არ აკეთებს. მეორე მინიშნება. მალდინის კომაგი ქუთაისიდან. მესამე მინიშნება. ტოსკანას მზის ქვეშ. მეოთხე მინიშნება. ქუთაისის ტორპედოს აღზრდილი. და ბოლო მინიშნება, აქ არის -50, ან +10 გოლა, კიდევ ერთხელ გახსენებთ. საქართველოს ნაკრების მომავალი ემპოლიში. საბა გოგლიჩიძე. საბა გოგლიჩიძეა, კი, ნამდვილად საბა გოგლიჩიძეა, +10 გოლა. ტოსკანას რეგიონში არის ემპოლი, გოგლი მოგლი მინიშნება იყო მის გვარზე და მალდინიას ფანი არის საბა ძალიან დიდი. კი. 3 დარჩა თუ 4? წინ დაგვრჩა კიდევ 3 შეკითხვა. კაცი, რომელიც მე-20 ტიტულის მოსაგებად შეიმოსა. მეორე. კაცი, რომელსაც მსოფლიოზე ორივე ფეხით, თავით, საჯარიმო დარტყმითა და პენალტით აქვს გატანილი. მარცხენა ფეხით, მარჯვენაც, თავით, ჯარიმაც, პენალტიც, მოკლედ ყველანაირად გაიტანა გოლი. სხვადასხვა მსოფლიოებზე რა თქმა უნდა. მესამე. ის ვისაც ემირეიტსზე ყველაზე მეტი გოლი აქვს შეგდებული.
მეოთხე. ფეინორდის მთავარი მწვრთნელი. უშანკ? არ გამოდიოდა ეს რომ არ მეპასუხა ის. კი, არსენალის ფორმით. რობინ ვან პერსი. რობინ ვან პერსი +20 ქულა. თავის დროზე ვან პერსის 20 ნომერი ისტორია ეს არის. მანჩესტერში 20 ნომერი იმიტომ აიღო, რომ უთხრეს, რომ შენთან ერთად უნდა მოიგოს კლუბმა მე-20 ტიტულიო და ამიტომაც ლამაზად ჩაიცვა 20 ნომერი. დანარჩენი კი ხვდებით ახლა ყველანაირადაა გოლი გატანილი სოფლიოზე და ემირეიტსზე დღემდე მისი არის რეკორდი, ყველაზე მეტი გოლია გატანილი. მეცხრე შეკითხვა. 1995 წელს შოთა არველაძე მოატყუა, მაგრამ ვეღარ გაუტანა და ის თამაში კარიმ შრალად შეინახა. ამ მეკარემ ანუ. აბა? გაურისკავდა იყოს ანდრეას კიოპკე. ბრავო, +50 ქულა, ბრავო. +50 ქულა და ბოლო შეკითხვის წინ მეგობრებო გვაქვს სუპერ დაძაბული მდგომარეობა. ტონის აქვს 220 ქულა, სანდროს 210, უშანკს 170, რაც იმას ნიშნავს, რომ 40-იანი რო აიღოს არა, 50-იანი უნდა აიღოს, რომ გათანაბრდეს. ხო, რაც იმას ნიშნავს, რომ უშანგი თუ პირველ მინიშნებაზევე აიღებს, მასა და ტონის შორის ანგარიში გათანაბრდება და დამატებით შეკითხვას დავსვა. მიდი, უშო. ხოლო აქეთ მეორეს მხრივ, გასაგებია სანდროს 20 ქულიანიც აწყობს, 30-იანიც და ასე შემდეგ. პირველი მინიშნება. ხორვატი და ბოსნიელი მშობლების შვეიცარიაში დაბადებული ნახევარმცველი. ივან რაკიტიჩი. ივან რაკიტიჩი? სანდრო. დიახ. ეს სწორი პასუხია, +50 ქულა. ბრავო, ბრავო პირველ მინიშნებაზე. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, ძალიან მაგარი თამაში გამოვიდა. ოღონდ ხა უნდა კითხოთ, რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ. დავიწყოთ გამარჯვებულით. სანდრო. ძალიან მაგარი თამაში იყო და ძალიან მიხარია რომ გავიმარჯვე. ყველა რაუნდი მომეწონა, ვერაფერზე ვერ ვუთქვი რომ სუცხვი იყო. მშვენიერი კითხვები იყო, რისთვისაც მადლობა ორგანიზატორებს. დანარჩენი სხვებმა თქვას. ტონი? ფორმატი კითხვები მომეწონა, რომ წავაგე არ მომეწონა. უშანკ? ყველაფერი მომეწონა, ერთ-ერთი არ მომეწონა, რომ მილანისთან ფეხბურთელი ვერ გავიხსენ. დანარჩენი ყველაფერი კარგი იყო. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო მონაწილეობისთვის. სანდრო, ჩვენ კი შევხვდებით ნახევარფინალში, სადაც კიდევ ერთი ნაბიჯის გავლა შეგიძლია ჩემპიონთა ლიგის ფინალის ორკაციანი საგზურისკენ, რომელიც ჰეინეკენის და სეტანტა სპორტსის საჩუქარია ამ სეზონის პრესინგისთვის. მადლობა მონაწილეობისთვის. აბა დროებით.